ბანკებს რატო ვართმევთ კლიენტებს, რომ არავინ არაფერს არ ართმევს. ბანკებს აქვს ძალიან მაღალი პროცენტი, როდესაც ის გაძლევს შესხს, აქვს ძალიან დაბალი პროცენტი, როდესაც შენგან იღებს დეპოზიტს. ეხლა მე რა გავაკეთო? დავნებდე, ასე ვთქვათ, არ შევებრძოლო, არ შევეკამათო, თუ არ ვიფიქრო იმაზე, რომ იქნებ უკეთესი რაღაც გამოიძებნო და არის ესეთი ეს სტანდარტი და შეგვიძლია მიიღო მონაწილეობა, შეგვიძლია არ მიიღო მონაწილეობა. კი ბატონო, ეს ვინმე მე ასად არ მომიწოდებია, რომ გინდა თუ რა ბანკიდან გამოიტანეთ და მოიტანეთ, ჩადეთ ამა თუ იმ ბიტკოინში, კრიპტოში თუ სხვა. მე უბრალოდ გზა გირჩიეთ. ეხლა ამას დაგიმტკიცებთ, ესე ვთქვათ, ისეთი ფორმით, რომ ადვილი დასათვლელი იყოს. მაგალითად იყიდეთ ბიტკოინი და არ გინდათ ვაჭრობა და დადეთ სადმე სტეიკინგზე. სტეიკინგი ახსნელი მაქვს. გადაფურცლეთ, შეგიძლიათ მოусმინოთ. ეს სტეიკინგი რა არის? ეს არის როგორც ჩადო ფული შესაბამის სალარო ანაბარზე, თუ რაც ქვია, ანაბარი მომგებიან, სადაც დიდია, ასე ვთქვათ, საპროცენტო განაკვეთი. ნუ რამდენია ეს 6-ია წლიური, თუ რამდენია მითხარით? ვინც იცით, მითხარით, მივიღებ შენიშვნას. მე მახსოვს 5.9% იყო ერთხელ ძალიან ესე დოლარზეა საუბარი და არა ლარზე დავივიწყოთ საუბარი, იმიტომ რომ ლარი აქ არ არის ახლოს ამ იმაში. კრიპტოსთან ჯერ და თუ გაქვთ რამე ვინმე სანდო, რა თქმა უნდა, და არა კერძო პირი და რაღაც კომპანია, პირამიდა კომპანია, რომელიც ყოველდღე რაღაც იმებს აკეთებს, განცხადებებს, რომ აი ამდენია მოგება, ამდენი ეს ამას მე არ ვენდობი. მე ვენდობი სანდო წყაროს, ეს არის ბანკი ამ შემთხვევაში. ბანკის პროცენტი მითხარით და დავიანგარიშოთ ერთად, ვისაც გაქვთ ეს პრეტენზია, რომ მე თურმე ბანკის ის მინდა რა ქვია ჩამოვართვა ეს რეალობიდან არისო ეს გამომდინარე ეს არისკო. კი ბატონო, ბიტკოინი არ ციფრული სამყარო არ არის არისკო? და თუ ბანკის არისკოა, რომელიც სხვა კრიპტო უბრალოდ არისკოა მაშინ და პირიქით. კრიპტოს იღებს უკვე მსოფლიოს ყველა სახელმწიფო ბანკი, ბელარუსიდან დაწყებული და ჩრდილოეთ კორეამდე, ალბათ იცით, ირანსაც აქვს ჩვენზე ადრე გაკეთებული ეს არა მარტო ბანკები აქვს ციფრული, არამედ გაკეთებული აქვს